საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჩაგვის ახალ სამედიცინო ცენტრს ეწვია და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ზურაბ ჭიაბერაშვილი სამედიცინო ცენტრის მედიკოსებსაც გაესაუბრა. მინისტრმა სახელმწიფო დაზღვევის ხელმისაწვდომობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, ექიმებისა და ექნების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ისაუბრა. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის სფეროს ინიციატივებიც გააცნო, მათ შორის ექთნებისა და სოფლის ექიმების გადამზადების პროგრამის დეტალები. ჩვენ დავეხმარებით ყველას ექიმებსა და ექთნებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, დავეხმარებით ჩვენ დაზღვეულებს, რომ მათ კარგად იცოდნენ, რა მომსახურების მიღების უფლება აქვთ და რა შეუძლიათ გააკეთონ. ჩვენ გვინდა ასევე, რომ სადაზღვევები იყვნენ ეკონომიკურად მდგრადი და ფინანსურად ჯანსაღი სისტემა, რომ კარგად მოემსახუროს მთელი სისტემა ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ აი ამ სამკუთხედში, როგორც არის პაციენტი, კლინიკა, სადაზღვეო ურთიერთობები იყოს გამართული და მოწესრიგებული. სამედიცინო ცენტრი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ფუნქციონირება დაიწყო 29 დეკემბერს წინაწლის. 2-3 თვეა მუშაობს და უკვე 5500 პაციენტი ხავს მიღებული. დავათვალიერეთ ყველა ძირითადი საკვანძო ადგილები, როგორც საოპერაციო, ასევე მოსამზადებელი, დავათვალიერეთ ემერჯენსი, დავათვალიერეთ რეანიმაცია.